მოგესალმებით ჩვენო მაყურებლებო, მე ათენიდან ლევან ბალიაშვილი, ემიგრანტების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, შიგ ევროპიდან, ათენიდან და ბატონი ერმილე ნემსაძე საფრანგეთიდან. ჩვენი ყოველკვირეული, ასე ვთქვათ, ანალიტიკა იქნება ხოლმე პოდკასტის სახით, ემიგრანტივიზე პარასკევობით, საღამოობით და ვეცდებით მაქსიმალურად ობიექტურად, თუმცა ჩვენი სუბიექტური აზრებიც იქნება გამოთქმული, რომ თქვენამდე მოვიტანოთ ეს ჩვენი გულის გამოძახილი და პლუს მაგას შორიდან დანახული აი საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ზოგადად ევროპული მხრიდან დანახული საქართველო. მე მინდა ახლა წარგიგინოთ ბატონი ერმილე, რომელიც გახლავთ 2008 წლის ომის თანამონაწილე, აქტიური მოქალაქე, ბლოგერი, პატრიოტი. ერმილე, მოგესალმები. დიდი მადლობა, რომ ჩვენი მაყურებლების წინაშეც უნდა წარდგე და შენი ანალიზი იქნება თუ მოსაზრება იქნება გაგვიზიარებ და პირველ რიგში როგორ ბრძანდები? მოგესალმები ლევან, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემისთვის. მინდა უსურვო წარმატება ემიგრანტების, გისურვო წარმატება პირადად შენ ოჯახთან და ჩვენს უბედურ სამშობლოს. დიდი მადლობა ჩემი ჯანმრთელობის თუ მდგომარეობის მოკითხვისთვის, უფლის წყალობით არ ამიშავს თავად როგორ გიკითხო. ნელა უძლებთ ამ სიცხეებს, თუმცა სიცხეებში წეღანაც კაცს მიღმა ვისაუბრეთ, რომ რეკორდებს უფრო თქვენ ხსნით, ვიდრე საბერძნეთი. ჩვენ უფრო მოდი დავიწყოთ ღრმაში ევროპა ვართ და ამით ხო, მაგრამ ეკვატორთან ათენი უფრო ახლოსაა და რა ვიცი, რაც გეოგრაფიამაც აურია ევროპის პოლიტიკოსების არ იყოს. რათაც ღრმად ახარ, მით უფრო ცხელა. ჩემო ერმილე, მოდი აბა დავიწყოთ იმით, რომ რა ხდება ზოგადად ახლა ევროპის მომავალზე მინდოდა თავიდან გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ დავიწყოთ იქიდან რა სურს ევროპას ჩვენგან, იმიტომ რომ ბოლო 15 რეზოლუცია მიიღეს უკვე ერთმანეთზე უარესი, ხო? ბოლოს უკვე აი ეკლესიასთან მოვიდნენ წინააღმდეგობაში, რაც მე თუ მკითხავ, ახლა მორწმუნე ბრძანდები, არ ბრძანდები, თუ რა შეხედულებაც არ უნდა გქონდეს ჩვენს ეკლესიასთან, არსებობს რაღაცები, წითელი ხაზები, ასე დავარქვათ, რაზეც არ შეიძლება რომ ადამიანმა გადააბიჯო, ხო? რომც არ იყო მათი გულშემატკივარი რაღაცა ორგანიზაცია იქნება. ქართველისთვის თან ახლა მართლმადიდებლობა და ეკლესია, რა ვიცი, იდენტობასთან ასოცირდება, ხო? აი რატომ ხდება ესე გაიგივება ქართული ეკლესიის, თუნდაც რუსულ პროპაგანდასთან, მათ რაღაცა ბილძალასთან, ჯერ ბილძალა ვინმისცა რუსეს ნეტა კონდეთ, არც აქვთ. აი შენი აზრი მაინტერესებს, ევროპას თუ რამენაირად საქართველო აინტერესებს სამომავლოდ, აი ესეთ სენსიტიურ თემებს რატო უტყავს, ასე ვთქვათ, უხეშად. ლევან, რა არის, ეხლა შენ შეეხე ისეთ საკითხს, რომელიც აი როგორ გითხრა, იცი, შეიძლება მთელი დღე ვისაუბროთ ამ საკითხთან მიმართებაში და შეიძლება ბოლომდე თემა მაინც ვერ ამოვწუროთ და რატო. პირველი, რა სურს ევროპას? ეს ურთულესი კითხვაა. საერთოდ რა უნდათ, რას ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, როგორ გეგმავენ, რას გეგმავენ. მაგრამ რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, მოდი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თუნდაც ამ უკრაინაში მიმდინარე ომს და იმ პროცესებს, რაც ეს ომი გადავიდა ცხელფაზაში. ადრე თუ გვიან საქართველოს მოსახლეობა და ქართული საზოგადოება აუცილებლად დადგებოდა აი ამ დაპირისპირების პირისპირ, რასაც ქვია ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მისი როლი, მისი ავტორიტეტი, მისი გავლენები ქართულ სოციუმში და ევროკავშირის იდეოლოგია და ევროკავშირის როგორც ასეთი მისწრაფება. ჩვენ ხშირად საქართველოში ყველაფრის ზედაპირული განხილვა მიდის, ლევან და
საერთო ჯამში საქმეზე რომ იდგება, ეს ზედაპირული განხილვა უყავს საზოგადოებას. ევროკავშირი არ არის ახსნილი და განმარტებული ქართული საზოგადოების რა იდეოლოგიის გაერთიანება არის. აი ხომ არის რაღაცა ღირებულებები, ხშირად უყვარს ამათ თქვა. აი ღირებულებები. რა ღირებულებები გააჩნია ევროკავშირს? ევროკავშირის კონსტიტუცია მინიმუმ უნდა წაიკითხო, მათი აზრები, მათი ხედვა, მათი მისწრაფება. ევროკავშირი არის ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული, ეს ახლა ეს მარტივად გასაგები რო იყოს, ლიბერალური ღირებულებების ეკონომიკური გაერთიანება, პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ჯერ სამხედრო გაერთიანებაში არ არის გადასული და სადაც შავით თეთრზე წერია. აი, როდესაც იყო ლისაბონის კონსტიტუცია, როდესაც მუშავდებოდა, იქ რომის პაპმა, კათოლიკური ეკლესიის საჭეთ მპყრობელმა ევროპელ პოლიტიკოსებს უთხრა, რომ ქრისტიანობა ჩაწერილი იყო ევროკავშირის კონსტიტუციაში, როგორც დომინანტი რელიგია და ქრისტიანული სარწმუნოების როლი ევროკავშირისთვის. მაშინ უარი უთხრეს და იმ მიზეზით უთხრეს, რომ ევროკავშირის არაქრისტიანი მოსახლეობისთვის ეს იქნებოდა დისკრიმინაცია. ამიტომ ქრისტიანობას ევროკავშირში დაუტოვეს როგორც უბრალოდ კულტურული როლი, რომელიც კულტურული როლიც უბრალოდ ისტორიაში გააჩნია. და ევროკავშირში სარწმუნოება, საპატრიარქო, ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენში ისტორიულად ჰქონდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ეს არის ევროკავშირისთვის საერთოდ მიუღებელი, რადგან სამოქალაქო საზოგადოება არის და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოება ბოლომდე იქნას გაწმენდილი ეკლესიის, ესენი ასე თვლიან. ჩვენ როგორც ვთვლით ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი, ესენი თვლიან მართლმადიდებლური ეკლესიის ძალა და ელექტორატი. ამიტომ ან სახელმწიფოსკენ უნდა იყოს ეს ხალხი, ან კლასიკური გაგებით, როგორც ჩვენ მრევლი და სარწმუნოები. კაი, მაშინ მან ტერმინე პოზიციონა შეგაწყვეტინა, რომ ერთი კითხვა იბადება. ეს ევროკავშირის ზოგადად იდეოლოგია ჩვენთან მოტანილი, ასე ვთქვათ, როგორ არის, რომ ეს არის ადგილი, სადაც შენ სუვერენიტეტსაც ინარჩუნებ, შენ რა ვიცი, ხარ ჩვეულებრივად რაც გინდა ისაკეთე, არა ხარ რაღაცა გაერთიანების წევრი. მაგრამ ჩვენ იმას გამოვეკეცით, რომ აი საბჭოთა კავშირი რა იყო, რომ იქ იყო ერთი რელიგია საერთოდ არ არსებობდა, სექსი არ არსებობდა და იყო რაღაცა საიუზი, ასე ვთქვათ, ხო? ანუ ეხლა რაზღებულობთ, რომ უფრო უარეს კავშირთან გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ აი ერთი მომენტი არის მანდ, რომ თუ მე არ შემიძლია მქონდეს ჩემი რელიგია, ჩემი იდენტობაში გულისხმობ აი ქართველობასთან ასოცირდება, ხო, ეგრევე მართლმადიდებლობა, ხო? ანუ მაგდენსაც ვერ ხვდები, ან ხშირად ვფიქრობ რაზე, იცი, რომ ან ძალიან ცუდი მრჩევლები ყავთ და დიდი სიამოვნებით ჩემს სივს გაუგზავნიდი, რომ ვის როგორ უნდა ელაპარაკონ, ან განზრახ აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ ისედაც არაპირებენ ჩვენს მიღებას და იმისთანაც წინააღმდეგობებს გიდებენ წინ, რომ შენ თვითონ თქვა უარი ამ ყველაფერს. რაში არის საქმე, იცი ლევან? მთელი პრობლემა ზუსტად აი ეს თქვი, რომ ქართულ საზოგადოებას ატყუებენ მთელი ეს აწლეულები არის, ქმნიან რაღაცა ილუზიებს, არის მე არ ვიცი, პიარი, ეს რაღაც თანამედროვეობის უფრო მიღებული ფორმა არის, სინამდვილე შემოყოლებს ქვია პროპაგანდა. პროპაგანდა პოლიტიკური ბლოკის, რომელიც საქართველოში წარმოჩენილი არის როგორც გარდაუვალი სიკეთე და ალტერნატივა ამ ყველაფერს არ გააჩნია. ეხლა, როდესაც ამას ამდენი ხანია ქართულ საზოგადოებას ეუბნებიან, იქ შენ აუხსნა, რომ ან კონსტიტუცია, ან ბიბლია, რომელი არის ქართული საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მისაღები, რა თქმა უნდა, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა გეტყვის, რომ ვინც თავს თulis მართლმადიდებელ ქრისტიანად,
ჩემთვის სარწმუნოება მეტი ღირებულებისა. ამიტომ მთელი ეს პროცესი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს წევრი ქვეყნის საზოგადოების ეტაპობრივ აღზრდას, ისე რასაც ქვია ევროპულ ღირებულებებზე, ბავშვობიდან, სკოლის ასაკიდან, რომელიც პერიოდულად იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მოსული მოქალაქე და პერიოდულად თაობათა ცვლასთან ერთად გახდება მისაღები ის იდეოლოგია, რაც არის ევროკავშირისთვის ძირითადი იდეოლოგია. ალბათ თაობათა გამოცვლის შემდეგ თუ აკვირდები როგორი სიძულვილია საქართველოში თაობებს შორის, უფროს და უმცროს თაობას შორის. თქვენ საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობა და ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა ავაშენოთ ქვეყანა. ხო აკვირდები ამას? ეს ხო დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროს დავითი ჯვარი როგორც ჰქონდათ ებრაელებს, იგივე დაღი დაგვასვეს ჩვენ ვინც დავიბადეთ, რა დავაშავეთ რომ იქ დავიბადეთ, მაგრამ ვინც სტიგმატირებული 80-იანელები ვარ. სტიგმატირებული. სხვათა შორის რა არის, იცით? დიახ, ესაა ჩვენი დანაშაული, რომ ჩვენ უბრალოდ დავიბადეთ იქ. რატო ახლა? არსებობს ესეთი ინსტიტუტი ბრიტანეთში, ჩიტომ ჰაუსი, რომელიც არის ერთ-ერთი უძლიერესი დიპლომატიური სკოლა, სხვათა შორის ბილდენბერგის კლუბის შეკრებას ის ახორციელებს. და ეს იყო 2018-19 წელი იყო, ხა არ მახსოვს ზუსტად, მეც მქონდა. იქ იყო დაწერილი პირდაპირ პოლიტიკური ელიტების ცვლა საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში, სადაც სტატიის ავტორს პირდაპირ ჰქონდა მითითებული, რომ 1980 წლამდე დაბადებული ადამიანები საერთოდ ტელევიზიაში არ უნდა მოიწვიოთ, იმიტომ რომ უფროსი თაობა, ვინც საბჭოთა კავშირში აღიზარდა და დაიბადა, ისინი არის დამაბრყოლებელი განვითარებისთვის და ეს სხვათა შორის 80-იანი წლების ლიტვაში იყო, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში იყო ესეთი, უფროს თაობას ეუბნებოდნენ, თქვენ მოკვდით, ჩვენ დაგმარხავთ. დაახლოებით ეს პრინციპი არის ჩადებული და ეს ითვალისწინებს ლევან იმას, რომ ახალი განათლებული ბოდიში ხა მე ცოტა ესეთი უხეში ტერმინები მიყვარს ჩემს ვიდეო ლაივებში, ვისაც ვნახე, მე ამ ხალხს უწოდებ უღმა განათლებულ ადამიანებს, ცოტა სხვადასხვა უხეში ფორმებით, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს უყურებენ განსხვავებით, აბსოლუტურად ყველაფერზე გააჩნიათ ის მიუღებელი და ის უკუღმართი შეხედულებები და ღირებულებები, რაც ნორმალური ადამიანისთვის მიუღებელი. ამიტომ ეს ომიც რომ არ ყოფილიყო და დაძაბულობაც რომ არ ყოფილიყო ქართულ ოცნებასა და დღევანდელი ევროკავშირის ხელმძღვანელობას შორის, აუცილებლად ლევან ადრე თუ გვიან ეს მივიდოდა, ეს მატარებელი მივიდოდა ამ სადგურზე, სადაც პირდაპირ ეტყოდნენ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ეს არის რა ვიცი, რუსული რბილი ძალა, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ეს რუსეთში დომინანტური რელიგია არის და საქართველოს ასე უყურებენ ისინი. ამიტომ გავლენები არის, ეს არის სასაგრძო. ხო, მაგრამ მან იბადება ერმილე მეორე კითხვა. ხა ჩვენ ყველამ კარგად გავიგეთ და ვიცით, რომ ევროპა თუნდაც ემზადება 2028 წლისთვის მზად იყოს იმისთვის, რომ რუსეთი თუ დაესხმება თავს, თუ ესენი უნდა დაესხდნენ, ეგენი ვერ ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ავიღოთ თუნდაც ჯვაროსნული ომები, თავიდან ეს ქრისტიანობით მოტანილი ცივილიზაცია, ხო, ევროპული ცივილიზაცია, მაგრამ შენ ჯარს რაიმე იდეოლოგია არ შეუქმენი და გადაიყვანე თავიდან ბოლომდე ამ ლიბერალურ რელსებზე, ასე ვთქვათ, და მას არ ექნა რაღაცა მიზანი, რისთვის ომობს. რამდენად რეალური არის ის, რომ თუნდაც რიგითმა გერმანელებმა, ფრანგმა თუ რა ვიცი, ნებისმიერმა ევროპულმა ჯარის მონაწილემ გაილაშქროს ან თავი დაიცვას რუსეთისგან, თუ მისთვის ყველაფერი სულ ერთი გავხადეთ. სულთა ევროპული თვალით შეხედი ამ ყველაფერს რა, ჯარი, რომელსაც იდეოლოგია არ გააჩნია. ლევან, შენ ახლა ისეთ თემას შეეხე, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, ღირებული და თან ძალიან ვრცელი თემა არის. რა შეეცი ლევან საქმე, მე მესმის შენ რასაც, მაგრამ ჩათვალე, რომ ძალიან ბევრს ეს საერთოდ არ ისმის.
რა თქმა უნდა, ევროპა ეს არის ბერძნულ რომა ანუ იმ ტოცხუალ ჭრიან, რომელი ტოტითაც მოვიდნენ დღემდე. საერთოდ ევროპა რა არის? ევროპა არის ბერძნულ რომაული ცივილიზაცია, რომელზეც შემდეგ ქრისტიანობა, სარწმუნოება იქნა, მოდი ესეთ სიტყვას დამყნილიო ესე რომ ვთქვათ და ევროპული სახელმწიფოები ქრისტიანობის მიღების შემდეგ გახდა ქრისტიანული კლუბი, რომელი ქრისტიანული კლუბის წინააღმდეგობაში მოდიოდა ისლამურ სამყაროსთან და საუკუნეების ბრძოლა მიმდინარეობდა დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის. ახლა იქ შიდა განხეთქილებები როგორ იყო ეს, ამიტომ იყო დიახ ევროპა იყო წლების მანძილზე ქრისტიანული, კი ბატონო, ლუთერანული, პროტესტანტული, კათოლიკური, მაგრამ ქრისტიანული სახელმწიფოების ერთობა იყო. ხო, ჯვარს ერთნაირად ვცებდით პატივს. კი ბატონო, ესე იყო, მაგრამ მე რა ვთქვი, ეს ხომ ახალი იდეოლოგია არის, რომელიც არ ცნობს არც ქრისტიანობას, არც ისლამს, ამათ ყველას აქ ერთი კულტურული ღირებულება მინიჭებული. ეს არის ყველაზე დიდი ღირებულება ევროკავშირისთვის. ანუ ომარ ხაიამი რო ამბობდა, ოხ ვინო სული ხარ და ხორცი ხარ, ჩემი ყოველი ჯულის უარყოფას ჯული ხარ ჩემი. დაახლოებით ესეთი ვარიანტი არის. ანუ სამოქალაქო საზოგადოების ღირებულება არის, რომლებმაც უნდა აღზარდონ თაობა, რომ ანუ იდეოლოგია მათთვის უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება. დიახ ის LGBT უფლებები, დიახ ის პრაიდები, დიახ ის რაც ხდება, ეს უნდა იყოს ღირებულება და ამ ღირებულებისთვის უნდა გაწიროს მომავალმა თაობამ თავი. ამ ღირებულებას აძლევენ ჯარისკაცებს. ამიტომ არის რომ თვითონ ევროპაშიც როგორც კლასიკური გაგებით არმიები, რომლებიც იყო ცივი ომის დამთავრების შემდეგ, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ხო? მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების შემდეგ ცივი ომის დასრულებამდე ევროპას არ ჰქონდა იმის ბედნიერება დღეს რასაც აძლევდა თავს ყოველ შემთხვევაში უკრაინის ომამდე, რომ ეს პარაზიტული იდეოლოგიისთვის მიეცა საშუალება ასე განშტოებული. აქედან გამომდინარე, რადგანაც ამ წლების მანძილზე უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლიბერალიზმმა გაშალა ფრთები, ამ 35 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა ესეთი საზოგადოება. მათ დაეხლა რაშია საქმე, ნებისმიერი იდეოლოგია აქვს ესეთი რაღაც. გააჩნია თავისი ეკონომიკური სისტემა და გააჩნია თავისი სამხედრო სისტემა. საქმე რაშია, იცი? როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და ვარშავის ბლოკი, ევროპაში ჩათვალეს, რომ ევროპაში ომი აღარ იქნებოდა. ამიტომ მოხდა იმ უსაფრთხოების სისტემის მოშლა, რომელი უსაფრთხოების სისტემაც მანამდე არსებობდა და შეიქმნა იმუნიტეტი გაიუქმეს, ასე ვთქვათ, როგორც ამერიკას რო იძახის, რომ აგერ მე ოკეანე მიცავსო, დაახლოებით იგივე მოიფიქრა, მე მგონი მოინდომა ევროპამაც. ხო, რაშია საქმე, გეოგრაფია ერების ბედს განაპირობებს და ამერიკას დღემდე იცავს ის ორი ლამაზი ოკეანე, მაგრამ ევროპას არ იცავს არანაირი გამყოფი ზოლი რუსეთისგან. აქ და მით უმეტეს ახლა ემიჯდება ამერიკა უკვე ბევრ საკითხში ემიჯდება ევროპას ამერიკა. უსაფრთხოების სისტემა იყო აგებული. თუკი ცივი ომის პერიოდში ევროპის უსაფრთხოების სისტემა იყო აგებული კლასიკურ სამხედრო მოდელზე და თავდაცვაზე, ეს მოიშალა რატომ? უზარმაზარი არმია, საბჭოთა არმია, რომელიც იყო აღმოსავლეთ გერმანიიდან დაწყებული მთელი ეს, რა ვიცი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გავსებული იყო, ხო? საბჭოთა არმიით აღმოსავლეთ ევროპა, ეს პრობლემა მოეხსნა ევროპას. ამიტომ ევროპაში ჩათვალეს, რომ თავდაცვის იგივე მოდელის შენარჩუნება, რომელიც ცივი ომის პირობებში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არსებობდა, ეს იყო უბრალოდ ხარჯიანი, წამგებიანი, რუსეთი მათი გეოპოლიტიკური მტერი და მე ვამბობ სხვათა შორის ისტორიული მტერი, რუსეთი და ევროპა ეს ერთმანეთის ისტორიული მტრები არიან და შენ კარგად ახსენე, რომ ევროპელებს რო კითხო, რუსების თავდასხმის ეშინიათ, რუსებს რო კითხო, ევროპელების თავდასხმის ეშინიათ. თუმცა ისტორიას რო შევხედოთ, ხო, რო ვიყოთ ჩვენ ობიექტურები და ისტორიას შევხედოთ,
ამ ორ ძალთა ჯახია ასე ვთქვათ. ჯახს შორის ევროპა უფრო მეტჯერ და მეტი დამანგრევლად დასმეა რუსეთს თავზე, ვიდრე რუსეთი ევროპას. ეს პროვოკატორი ყოველთვის ევროპა იყო კი. მე ესე რომ ვთქვათ, კათოლიკურ პოლონეთთან და ლიტვასთან მე ვამბობ ძირითადად ეს პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი ორივე შემთხვევაში თავდასხმა განხორციელდა და ნაპოლეონის დამანგრეველი ომი. და ამიტომ აი ეგ მეთქომე. როდესაც აქვს შიში ბუნებრივი ევროპიდან თავდასხმის, ეს არ არის ჰაერზე მოტანილი, ეს ისტორიული მახსოვრობისა. იგივე თუნდაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირს დანაკარგი ჰქონდა 27 მილიონი მოსახლე. ამიტომ აი ეს პროცესი მიმდინარეობს და იარსებებს. ეს მუდმივი წინააღმდეგობის ჯაჭვია. საქმე იმაში იყო, რომ ევროპელები თვლიდნენ თავიანთ უსაფრთხოებას, რომ რუსეთის ევროპეიზაციაც უნდა მომხდარიყო ლიბერალურ იდეოლოგიას და ევროპის თავდაცვა უნდა მოიხდარიყო. რაღაც მომენტში მიაღწიეს 90-იან წლებში სრული ბერკეტი ქონდათ აღებული რუსეთზე და ამან მისცა ლევან ევროპას ის, რომ ევროპელებმა თავიანთი თავდაცვის ხარჯები თითქმის გაანულეს. ახლა წარმოიდგინე, რომ დღესდღეობით ხო, რასაც ტრამპი ედავება, რომ ჩემი სარჩენი როდემდე უნდა იყოს. მთლიანად დადგნენ ამერიკულ თავდაცვის ფარზე, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროპაში დღეს არის მართლა შეიარაღებული, მისი რეალობიდან გამომდინარე, ეს არის პოლონეთი. ეხლა ნატოში თურქეთს არ გულისხმობ, პოლონეთი, რომელიც თავისი შემოსავლის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს ხარჯავს არმიას. პოლონეთი და ეხლა მივიღეთ მეორე უკრაინა. გეოგრაფიულად ვიძახი, გეოგრაფიულად ევროპას გულისხმობ. აღთქმულ მიწას, წევრ მიწას, რომელიც სადაც ჩვენ მივისწრაფით. ეხლა რა შეიძლება უკრაინას სხვათ შორის ძალიან კარგი ისაა, რა ქვია, შენიშვნა არის დღესდღეობით უკრაინა, უბლოკო სტატუსის ქვეყანაა, არც ევროკავშირში არის და არც ნატოში, მაგრამ დღესდღეობით ევროპის არმია არის, ევროპის უძლიერესი არმია არის უკრაინა. აქამდე თუ კი უკრაინული არმიის სტანდარტიზაცია ხდებოდა ნატოს სტანდარტებთან, დღეს ნატოს არმიის გადაწყობა ხდება უკრაინული სტანდარტით. კი, სხვათა შორის და უკვე გერმანული სამხედრო ინდუსტრიაც სხვათა შორის ეგ თალკე აღსანიშნავი ფაქტი არის, რომ ერგება აი ამ გამოცდილებას, რასაც უკვე უკრაინელი ჯარისკაცები აწვდიან ინფორმაციას. ერთია შენ იდეაში რას მოიფიქრებ და მეორეა პოლიგონზე რა ხდება და ამ ხელა გამოცდილება რაც ხა უკრაინა მისცა, ხო, არ ვიცი, მით უმეტეს ამ ხელა თავგანწირვის ხარჯზე და ამ ხელა მსხვერპლის ხარჯის ფასად. ამისთან რაღაცას, რა ვიცი, ეგ ყველაზე კარგად მე თუ კითხავ დასავლეთმა დაგეგმა ის, რომ ეს ორი ერთნაირი, როგორ გითხრა, პოტენციის და იმის ხალხი დააჯახა ერთმანეთს რა, რომ აი ნახოთ ვინ რაზე არის სლენგი უნდა თქვა, სპასობნი რა და აი მაგას უყურებენ შორიდან და ეგ ყველაფერი მთავრდება რა თქმა უნდა სამწუხაროდ ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს გასაღები იპოვა ევროპამ, რითი უნდა ებრძოლოს, ასე ვთქვათ, რუსეთს, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს და არაკაცულად მიმაჩნია, როცა შენ შორიდან უბრალოდ ამარაგებ და იქ ცოდვის ტრიალია, ხო, ახლა გუშინაც კიევზე მოხდა თავდასხმა, სამოქალაქო ობიექტებზე დაიწყეს, რა ვიცი, ეს ახლა ალბათ უფრო გამოგვიძება დაიწყო რუსეთში თუ რა ხდება, არ ვიცი. მე თუ მკითხავ ეს ომი ზოგადად რაღაცა ბიზნესში უფრო გადაიზარდა და ორივე მხარე ცდილობს რომ გაერკვეს ვისრისი თავი აქვს, დიდი ომისთვის მზადებას უფრო ხედავ მე აქ, ვიდრე ის რომ ეს ორი ერი რამენარიეთ მტერია, იმიტომ რომ აი რუს ბლოგერებსაც უყურებ და რაღაცების ახსნა დაიწყეს უკვე აი როგორც მანქანის გარჩევებია ხოლმე, ეგრე დაიწყეს აი ეს დრონი რაშვება, ეს რაკეტა რაშვება და ანუ რაღაცა მართლა იმაში გადაიყვანეს რა, თორე აი ჩვენი მოქალაქე გორელი 4 წელიწადში ბერლინში იყო და რითი ვერ მოახერხა პუტინმა მართლა რომ დაამთავროს, ხო? გადა უკრაინის ომზე აუცილებლად
გადავაგროვოთ საიდანაც დავიწყე დავასრულებ რატო არა ეს ლირიული გადახვევა ჩავთვალოთ არ დღეს არ გვიდა უკრაინასთან დაკავშირებით საუბარი ეგ ცოტა მე ცლად მინდა რომ ცალკე ერთი პოდკასტი მიუძღვნათ ეს უკრაინა რუსეთის ომს კარგი გენაცვალე მაშინ იმას გეტყვი რომ ისეთი რატო ამბობდი ამ ყველაფერს ეხლა მე პერიოდულად ვადევნებ თვალს ევროპაში ხშირად იმართება წვრთნები ერთიანებული ამ ევროპის მცველი რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს რუსეთის შემოჭრას ევროპაში და რუსეთთან ომს სხვათა შორის ამ ხო უცნობი მტერი არ არის ეგრევე წვრთნაში ჩაწერილი არის რომ მტერი იქნება რუსი ხო არის უკვე პოლიტკორექტულობა თავიდან ბოლომდე დაცულია დარღვეული კი დაცულია ბჭყალებში თუ დარღვეული ხო აი რა ვიცი გახდა პირდაპირ ეს რა ქვია დაარქვეს პირდაპირ სახელი დაარქვეს ხო დიდი დათვი ეხლა პირდაპირ თქვენს რომ რუსეთი ამ დაცულია და რატომ ვიცი ეხლა მე წვრთნებს როდესაც ვაკვირდები რომელშიც უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ Ewan, ესე იგი უკრაინელი სამხედროები აჩვენებენ საუკეთესო შედეგებს. თითქმის ყველა მიმართულებით. ამ ევროპული ნატოს წვრთნები, რომელიც ტარდება. ამიტომ ეს ჩვეულებრივად ლოგიკურია არმია, რომელიც იბრძვის და ასე იწვრთობა მეტალი, არის ბევრად წინ წასული, ვიდრე არმია, რომელიც მხოლოდ სწავლებაზეა და სისხლის გემო არ უნახავს, ხო? მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ყველაფერი იქიდან, რომ რა მდგომარეობა იყო, რა რეალობა იყო. წარმოიდგინე ახლა ქვეყანა, რომელიც ისეთი ქვეყანა, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, რომელიც იყო იმპერია, ხო, არც ისე შორს აგერ. პიკს მიაღწია 1921 წელს. სადაც მზე არ ჩადიოდა. დაპყრობილ ტერიტორიებზე. ახლა წარმოიდგინე შენ, რომ ბრიტანეთი, რომელიც იყო ზღვის პრობელი, მთელი მსოფლიოს ზღვის პრობელი, ფლობდა, მე მგონი ჯერჯერობით დიდად არც ახლა არ არის შეცვლილი 78,000-იან არმიას. რა ვთქვათ ახლა ჩვენ ეს დაახლოებით აზერბაიჯანს უფრო მეტავს საერთო ჯამში. რაოდენობრივ. კი ახლა ვიღაცა იტყვის ხარისხი, რაოდენობა ერთი მეორესთან. როდესაც თავისი სადომინაციოები გააჩნია, როდესაც ბრიტანეთს გააჩნია უზარმაზარი გავლენის სფეროები, ყავდეს ასეთი პატარა არმია, აი ეს გაუკეთა ყველაფერი ევროპას ლიბერალიზმი. აი ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აი კლასიკური გაგებით შეეძლო იმპერია და შემორჩა ჯერ კიდე ეს არის საფრანგეთი, თუმცა იქაც ეს ლიბერალური მოდელი ძალიან გაბატონებულია აქაც და ეს ფრანგული ლეგიონის სტანდარტი და რაღაცა ეს გადაწყობილია ყველაფერი, მაგრამ საფრანგეთმა მეტნაკლებად შეინარჩუნა ისევ როგორც ბირთვული მიმართულება კლასიკური გაგებით, ასევე სამხედრო მრეწველობა. ანუ როგორ ვთქვათ, იცით, აი ამ იდეოლოგიამ მოწამლა თვითონ ევროპელები, დააჯერა მათ რომ ომი არ იქნებოდა, რატომ უნდა ეხარჯათ ფული და ჯობდა LGBT პროპაგანდაში მეტი შემოსავალი იყო, მეტი ბიზნესი იყო და დღეს როდესაც დადგენ უშუალოდ ამ რეალობის პირისპირ და აგერ უკრაინა, შემთხვევით არ ამბობ, ისინი იბრძვიან მართლა ევროპის დასაცავად. უცებ აგერ აღმოჩნდა კი, კარიბჭე ახლა მართლა უკრაინა გახდა, კი. ეგრეა და შენ ვაკვირდები ერთ რაღაცას, როდესაც ყვირიან, რომ აი ბალტიის პირეთში დრონები ჩამოვარდა, რუმინეთში რუსული დრონი რაღაცას დაეცა აფეთქე. ბალტიის პირეთი ეს უკვე ნატო რუმინეთი ნატოს წევრია. ანუ რა გამოდის, მიმდინარეობს რუსული დრონების თავდასხმა ნატოს წევრ ქვეყნებზე და ნატო არ მოქმედებს. მათ კიდე ერთი რაღაცა კორექტირებაც შეიტანეს, რომ მეხუთე პუნქტიო სავალდებულო აღარ არის. საქმე რაშია იცი? არავის არ შეუტანია კორექტირება მეხუთე პუნქტში. მეხუთე პუნქტი არა, ეგრეც იყო, მაგრამ უბრალოდ ეხა საზოგადოდ თქვეს ეგ მინდა, რომ მეხუთე პუნქტიო, ვისაც რისი თავი აქვს, იმას იზავსო. და აი მოსკოვზე თავდასხმების მერე რომ გამოვიდა ზუსტად არ მახსოვს რომელი რუსი პოლიტიკოსი იყო რომ განაცხადა რომ ჩვენ უნდა დავარტყათ მაშინო
აი იმ ობიექტებსო, რაცო ამარაგებს უკრაინასო, ანუ რეინსტალზე იყო საუბარი გერმანიაში, ხო? მან დისკუსია წარიმართა როგორ უპასუხებს თუ არა ნატო პირიქით და 60-40-ზე გაიხლიჩა, ასე ვთქვათ, საზოგადოება, რომ არ უნდა უპასუხოს. საქმეც მაგაშია, რომ არავინ პასუხის გამცემი არ არის. და რაც შეეხება ნატოს მეხუთე პუნქტი, ლევან ეს ყოველთვის ასე იყო. იმიტომ რომ ვისაც სიტყვაზე არ შეუსწავლია ამ თვითონ პუნქტის შინაარსი არის შემდეგნაირი. ეს პუნქტი ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გაწერილ წესდებას კოლექტიური თავდაცვის შესახებ და რას ითვალისწინებს, როდესაც ხდება თავდასხმა, ჯერ ორგანიზაცია კი ვალდებულია დაეხმაროს, მაგრამ რა წერია ამ ვალდებულებაში? ვალდებულებაში წერია, რომ შეიძლება სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდოს და ესეც სამხედრო დახმარებად ჩაითვალოს. თუმცა მანამდე უნდა ეძიოს ჯერ დიპლომატიური გამოსავლისის. არსად არ წერია, რომ თუ ვიღაცას დაესხა, ხო, აი 4 მუშკეტერის პრინციპი არსად არ წერია. ეგრევე იკრიბება მთელი არმიები და მიდის და იმ ქვეყანას ეხმარება, ეს რაც არსად არ წერია. ეგე, ანუ მაქსიმალურად ალიანსი ცდილობს მშვიდობიანად. ხო, მაგრამ ჩვენთან ხო ეგრე მონაცლეს, რომ აი ჩვენ თუ ნატოში შევალთ, მთელი 27 ქვეყანა და აი ჩვენთან ისიც მონაცლეს, რომ ევროკავშირი მიგვიღებდა ჩვენ აი ისეთები როგორებიც ვართ. და დღეს გვეუბნება მართლმადიდებლური ეკლესია არის რუსული გავლენების ასე რა ქვია, მთავარი მექა, ასე რომ ვთქვათ და როთი ჩამოდიოდა მიხაილ როთი და ეგერ რუსთაველზე ძაღლს ეხუტებოდა და LGBT თუ არ გინდათ, აბა მართლმადიდებლური ეკლესიით გინდათ კაცო შესვლაში გევროპაში. სხვათა შორის რა არის, აი ძალიან გული მწყდება ხოლმე ერთ რაღაცაზე, რომ მე დიდათ ეხა რო გითხრა, რომ ყოველ კვირას აღსარებას ვაბარებ და რაღაც არა, მაგრამ ჩემში რაღაცა გენეტიკურად დევს ის, რომ ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი და აი პირველი გამავრცელებელი, ასე ვთქვათ, პირველი სახარებაც ბერძნულად დაიწერა და აი საბერძნეთში არის ეკლესია გაყოფილი 3-ად. და თავიდან რომ ჩამოვედი საბერძნეთში, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ თურმე სანამ ეკლესიაში შევალ, რომ თუნდაც პირჯვარი გადავიწერ, უნდა დავაკვირდეთ დროშას. არის ყვითელი დროშა, რომელიც კანონიკურია, არის რაღაცა სხვა დროშა და ანუ საბერძნეთსაც კი ეგეთი რაღაცა გაუკეთეს. რა ხა, რა თქმა უნდა, გრძელდება პროტესტი, მაგრამ აი საბერძნეთი რა, ხა თუ ისტორიაში რაღაცა ოდნავ იმეს წაუკითხავს, ეცოდინება, რომ პირველი ქრისტიანული ქვეყანა, რომელზეც მართლა პირველად დაიწერა სახარება. მე რა ამ ყველაფერმა რა ხო, ნუ აი ესეთი მაგალითები და მინდა რომ აი ჩვენი პოდკასტებიც მაგას ემსახურებოდეს, რომ აი გავაცნოთ შიგ ევროპიდან შინაურობა, ასე ვთქვათ, შიგნიდან ევროპა რა, რომ აი ევროკავშირის იდეოლოგიას წარმომიდგენია. იდეოლოგიას ბოდიში ეს აინტერესებს ყველაფერად კულტურა. აი ბოდი და ისტორიულ. იდეოლოგიურად არ აინტერესებს. აქ არც ღმერთი არსებობს და არც ეშვა. ხო, ჩვენი NGO-ები რო ზიან სიტყვაზე და კიდევ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ხა თუნდაც რუსთაველზე არის და ასე შემდეგ, ხო, აი მსგავს რაღაცებს რატო არ აკვირდებიან, რომ რა დეგრადაცია ხდება ამ სამყაროში, იმიტომ რომ რადგან აიგო ეს ყველაფერი, ეს ჩონჩხი და ეს სკილეტი, აი თავარი გამოაცალეს, დატოვეს რა ის რომ უნდა ყველა ერთია. ეხა უბრალოდ თავარი პრობლემა გაუჩნდათ ეს ამდენი შემოსული არმი და დავაზუსტო ვინდა რა და ამდენ მასას ვეღარ უძღვებიან და დაიწყეს აი თუნდაც ჩვენი თანამოქალაქეები გადაიყვანეს აფრიკაში, ხო? იგივე კოდექსი აქვს მიღებული საბერძნეთშიც იგივე ხდება და ევროპის წამყვან ქვეყნებშიც, რომ შეუძლიათ გადაიყვანონ მესამე ქვეყანაში. შორის მე მინდა ვთქვა, ეხლა სტატისტიკა მოვიყვანო, საქართველოს მოქალაქეები დეპორტაციით არიან მეორე ადგილზე ევროპიდან. მეორე წელია, ხო, 2060 მოქალაქე ყავს უკვე, რომელიც გამოაძევეს უკვე წელზე გვაქვს პირველ სამთვეში. ეს პერიოდი ხო კარგად გახსოვს 2006 წელს რუსეთმა რომ გამოყარა ქართველები და
ხო არა ეგ რო რუსეთს ეკნა გუშინ მინდოდა რომ პოსტი გამეკეთებინა ეს რო რუსეთს ეკნა მეთქი ხო ატყდებოდა მთელი ამბავი ახლა იცი შეხედე ქართველი ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაზე მაგრამ ქართულ იდეაში ხო ევროპა და ამერიკა ეს ერთი და იგივედ განიხილებოდა არ დაგვავიწყდეს რომ ხმა გაანათლოს ჩვენი თანამოქალაქის სული 53 წლის ქართველი იმ საემიგრაციო ციხეში მოკვდა რამოდენიმე დღის წინ ამაზე არავინ არ შეშფოთებულა ამაზე არ აღშფოთებულა ცენტრალური აფრიკის პროტესტიც არ ყოფილა ხო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადააგზავნეს მე სხვათა შორის მე გავიგე რომ მორიელს თუ გველს დაუყმენია იქ ეს ჩვენი თანამოქალაქეები აი რავი სპეცზე რავი საავადმყოფოში იწვევს გადაურჩენია ეს ხო ბოკასას ქვეყანაა სადაც კანიბალიზმია ცოცხლად ჭამდნენ ადამიანებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რა სტრატეგიულ პარტნიორობაზე არის საუბარი რა მეგობრობაზე არის საუბარი ელემენტარულად სავიზო რეჟიმს რო თავი დავანებოთ ეხლა რა ფორმით და ფორმატითაა შენ მოქალაქეს ერთი წამით მაგასთან დაკავშირებით კარგი რაღაცა თქვი გუშინ წინ იყო ამერიკის დამოუკიდებლობის დღე სადაც ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი კობახიძე და ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობაო და უკვე დრო არისო რომ მოგცეთო ჩვენო როგორ გითხრა წინამძღოლი რაღაცა ისეთიო ანუ გითხარით რა გავაკეთებთო ხო და ანუ აი მე მათ გამეცინა რაზე იცი რომ ну კარიერებს თუ არ კარიერებს კიდე ცალკე თემა არის ხო შენ პირადად როგორც ირაკლი კობახიძეს პრემიერ და პლუს მაგას მიდიხარ იმის საელჩოში თელი სამთავრობო შემადგენლობით და იქ იძახი იმას რომ კიო გადავტვირთოთ უნდა ურთიერთობა და პლუს მაგას მომეცით სარჩევიო როგორ უნდა გავაგრძელო მოქმედებაო და მე იმაზეც თავს იდებ რომ ჩვენ სუვერენიტეტს პატივს ვცემთ და კონსერვატორებიც ვართ ну ლევან იმდენად გულის ამრევია ეს ყველაფერი ეს არის ჩვეულებრივად კოლონიალისტ და სუზერენ შორის დამოკიდებულება ხო ну საქართველოს არც არასდროს ყოფილა შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არც არასდროს იქნება ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა არასდროს ყოფილა ეს ასე საქართველოს იყო ეკონომიკური და ახლაც რჩება არაფერი არ შეცვლილა ეკონომიკური კოლონიზატორების ხელში ჩაგდებული ქვეყანა რომლებიც კრედიტის სანაცვლოდ და ვალის სანაცვლოდ ითხოვენ საქართველოს არმიის მხარდაჭერას მე პირადად ვარ მონაწილე ამ ყველაფრის იქნება ერაყი, იქნება ავღანეთი, იქნება კოსოვო, იქნება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ყველგან ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი კოლონიზატორის და ასე ხდებოდა ეს იყო ვიყავით დაპყრობილი ირანიდან, ვიყავით ავღანეთში, ვიყავით დაპყრობილი მონღოლებიდან, ქართველებმა და მონღოლებმა ბაღდადი აიღეს. ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ვიყავით ავღანეთში, ვიყავით ბერლინი ავიღეთ, ხო? ეს ხდება. ვართ ამერიკელებთან ერთად, ჩვენი არმია მონაწილეობს, ჩვენ არა მეგვეხმარება. ხო და ეს ჩვეულებრივი ლოგიკა არის და ეს არის ჩვეულებრივად კოლონიზატორთან თვალთმაქცობის და მლიქნელობის პოლიტიკა, რა, რომელიც დააჯერეს საქართველოში რაღაცა იდიოტური ღირებულებები ყოფილა თურმე, რომელიც ამერიკელი და ქართველი ხალხი შალონა თელაშვილმა თქვა, რომ აი ამერიკელებიო და ევროპაო ჩვენ თანასწორობად გვიხილავენ. რაც სულ რაც. ხო, მაგით გთხოვენო ამდენ სტანდარტებსო, რომ თანასწორად. ნუ ეხა მე თუ მკითხავ, გვიხილავენ, ლევან, მოდი ერთი ეკონომიკური თანასწორობაც მოიყვანო პარიატკაში, უკაცრავად მეც ბარბარიზმს გამოვიყენებ, რომ არ შეიძლება თანასწორი ხალხი იყოს ამ დღეს, როდესაც ისლანდია გაკოტრდა და რევოლუცია მოხდა ისლანდიაში, თანასწორად მithვიდა სკანდინავიურმა ოჯახმა მხარდაჭერა გამოუცხადა და ამოიყვანა გაჭირვები. ჩვენ თუ თანასწორად გამგვიხილავენ, მოგცეთ საშუალება იმისი, რომ ფეხზე დავდგეთ და არა ისე, რომ ზვიადიდან მოყოლებული დინების აღმა მიდიხართო და ყველაფერს უარი გითხრეს. ხო, ნუ პირველი რაც მე მან ცუდად მენიშნა რა იყო, იცი, აქ თუნდაც რო აღვნიშნეთ ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხა პრემიერ-მინისტრი არ მოსულა და სიტყვით არ გამოსულა და არ დაუწყია
ჩვენი ელჩისთვის ხვეწდა იმის, რომ აი ინსტრუქცია მომეცი როგორ მოვიქცეო. რა ვიცი. ეს კომპლექსი როდის გამოგვივა ზოგადად ქართველებს, რომ რა არის ხშირად ვფიქრობ, მე მგონი ვერ მივხვდით ჩვენ რომ დამოუკიდებლები ვართ. რა თქმა უნდა. ცხონებული ზვიად გამსახურდია იყო თავისუფალი საქართველოს თავისუფალი პრეზიდენტი. შეიძლება არ ქონდა მას იმ პერიოდში სახელმწიფო ინსტიტუციები და ისინი ყველაფერი ისე აწყობილი როგორც იყო, მაგრამ ეროვნება იყო თავისუფალი, იდეოლოგია იყო თავისუფალი. და თვლიდა, რომ საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესი, რაც ჩვენ ჩაგვითვალეს დანაშაული. და დღემდე გვეუბნებიან, რომ ეს არის დანაშაული, ეს არის ცუდი. მე ხშირად მეუბნებიან, რომ აი ევროპას რატო აკრიტიკებ და ევროპაში ხალხს უნდა ევროპელმა ხალხმა რა დამიშავა. პოლიტიკას რაც შეეხება დასავლეთის ბინძურეს პოლიტიკას, როგორც დასავლეთის ბინძურესი პოლიტიკა მოექცა ზვიად გამსახურდიას. მე არ ვიცი ამას ვინ შეიძლება რა გამართლება შეიძლება მოპოვოს და დღემდე ბეიკერის წიგნში წერია გამსახურდიას ფაშისტური რეჟიმი, ნების აღმა და ამ ღირებულებებზე მელაპარაკებიან კოლექტიური ეპშტეინების პოლიტიკური ელიტა. ხო, ანუ ვერ გავიგეთ. იმიტომ ვერ გავიგეთ, რომ ის 6 თვიანი პერიოდი რეალური დამოუკიდებლობის ხალხმა რაც მოიპოვა, მის მერე 35 წელიწადია, ახლა მიდის შემთხვევაში არ იყოს საბჭოთა კავშირშიო თუ ვიყავით. საბჭოთა კავშირის საქართველოს სუვერენიტეტს, დღევანდელ სუვერენიტეტს ვერ შევადარებთ. საბჭოთა კავშირის დროს სტალინზე ცუდი რაღაცა რო თქვეს, მთელი თბილისი გამოვიდა. და ხოცვა-ჟლეტვა მოხდა. საბჭოთა კავშირის დროს 78 წელში კი ხელოვნურად იყო შექმნილი ენის კანონთან დაკავშირებით პროტესტები და გამოვიდა ქართველი ხალხი 99 წელს 9 აპრილი. საბჭოთა კავშირში შეიძლება ჩვენ კი ვიყავით იმ სამყაროს წევრი, მაგრამ თავისუფლება ქართველი კაცისთვის ვერავის მოუგია. და დღეს გეუბნებიან, რომ თურმე აი ეს ხალხი, ვინც მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდა, თურმე ეს არის ჩამოწერილი თაობა და გადასაგდები და აი ხო უნდა მოვიდნენ ახალი უგმა განათლებული ხალხი და ხო, არა და პირველი როგორ გითხრა, გმირებით თქვათ ასე და განმანთავისუფლებლებიც ეგ თაობა იყო, ხო? და შენ თუ აკვირდები რაღაცას ნებისმიერი მთავრობა რომელიც მოდის, ხო? მათთვის, აი სააკაშვილი მოვიდა 2004 წლიდან 2003 წლიდან იწყებოდა ეს რა ქვია ვარდების რევოლუციიდან იწყებოდა საქართველოს ისტორია. მოვიდნენ ქოცები 2012 წლიდან იწყება ისტორია. ხო, ნუ აი მაგით დავიღალე კიდე რომ აი 2012 წლიდან დღემდე და ბიჭო, კარგი რა. საქართველოს არ დაიწყო არც 2003 წელს და არც რა არის მე მგონი შინაგანი რა ვიცი ეთყობა ნამუსი აქვს რაღაცები აქვს რომ ხდებიან იმას რომ მე თუ მკითხავ არც ერთი არც მეორე და არც მესამე ლეგიტიმური არ არის. ლევან საქმეცი შეხედა ეს კომპლექსი გააჩნია აბსოლუტურად. და ეთყობა ხო იცი ყველა ვარიანტი აქვს ხო ხდები აი ხშირად დავაკვირდი რა რომ ეს წინასაბრალებს ის წინასაბრალებს და მე ის კიდე მოკვდა ხო წავიდა აღარ არის ამ ქვეყნად მაგრამ საბოლოო ფუძეებთან სადაც მივდივართ აი ეს არავის არ უღიარებია და იქ ბოდიშიც არავის არ მოუხდია ხო სხვათა შორის რა არის ეს მარტო ამათ კი არ გააჩნიათ ეგეთი კომპლექსი გააჩნია ეგრეთ წოდებული რევოლუციური ცვლილებებით მოსულ თუნდაც იდეებით მოსულ ნებისმიერ ხელისუფლებას აი ნაცები ხო მოვიდნენ და რევოლუციებით მოვიდნენ და რევოლუციური მოწყობა გააკეთეს 2012-ში ხომ შვიდობიანი რევოლუცია მოხდა ეს ქართველი ერის დამსახურებით და აი იქიდან დაიწყო კომუნისტები ყველაფერს 1913 წლის დონეს ადარებდნენ ну ყოველთვის ეჯიბრებოდნენ მეფის რუსეთს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე აი 1913 წლამდე აი 1913 წლამდე აი ესე ხდება მაგრამ რაში იყო საქმე იცი ის კომუნისტებიც ცდილობდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე აღეზარდათ ახალი მოქალაქე საბჭოთა მოქალაქე და ესენიც ცდილობენ ხო ყველა ახალი ქართველი გამოყავს და ვერ გამოიყვანს ახალ საქართველოსთან ერთად არ გამოდის ძმაო და რა უკნა არ გამოვდივარ
ამ შიგევროპაში ვარ და მაინც ბნელი ვარ. არა, ჩემისაშვილი. ხო, როგორც მე. შენ კიდე მით უმეტეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში ხარ, ახლა და წარმომიდგენია კიდე რამდენი წვალება დაჭირდება შენ გამოყვანას, რომ რამენაირად განათლდა. ჩემო ერმინე, მოდი აბა საქართველოსკენ გადავინაცვლოთ ცოტა ხანი და აი ერთი კითხვა მექნება შენთან, აი ქართულ ოცნებას აი რამდენად გულწრფელია, რაც ხშირად გქონია კამათიც და ასე შემდეგ რა, რომ აი რამდენად გულწრფელი არის ქართული ოცნება, როგორ ფიქრობ შენ? ქართული ოცნების მსგავსი მატყუარა ხელისუფლება, მატყუარა რეჟიმი და აი ქართული ოცნების ლიდერებზე მსგავს, აი მე მაგათ დავარქვი ქოცატყუილები. ამ ადამიანებში გულწრფელობის 1% არ არის. ეს ხალხი თავის არსებობას ამართლებს, ვეღარაფერი არ შემორჩა. აქამდე მიშა არ მოდიოდა, მიშა არ მობრუნდესო და ახლა ომი ყواره. და ბიძინა არის ეს არაფერია, წმინდა. დანარჩენი ამ ხალხში ყველაფერი მოსულა. ამათ შეუძლიათ გუშინ იყვნენ შიგევროპელები, დღეს იყვნენ ეროვნულები, ხვალ იყვნენ რა ქვია აღმოსავლური პოლიტიკის გამტარებლები, ყველა პროპკას მომრგები ხალხია, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნა. ესა ამათ დეფინიცია. ესა პლასტენილის ხალხი, რომლებიც ყველაფერს მოერგებიან, ოღონდ ხელისუფლებაში იყვნენ და ძალაუფლება ჰქონდათ. მაგრამ ეგ ოპოზიციის ბრალიც ხო არა, რომ ოპოზიცია ჩვენ ქვეყანაში აღარ აქვს, ხო, ფაქტიურად, ხო? ესე იგი, ყოველთვის მახსენდება ცხონებული ზვიად გამსახურდია ესეთ პრობლემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ინდა აქეთ წახვიდე, ინდა იქეთ წახვიდე, მაინც იქ მიდიხარ. თქვა ცხონებულმა იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი. საქართველოში პოლიტიკა არის ნაცის და კოცის საქმე. სხვას იქ არაფერი ესაქმება. შუა უნდა გაიკრიფოს, თქვა ბატონმა ბიძინი და გაკრიფა ეროვნულად მოაზროვნე ელემენტებიც კი, ვინც იყო დარჩენილი. ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც დღეს არის და ჩვენ გვამადლიან თავს, მაგათ მოსაშორებლად მოვიყვანეთ ჩვენ 2012-ში ესე. და ამათმა კოჰაბიტაცია გამოაცხადეს და დაისვეს. სახელმწიფო დამნაშავეები დაისვეს ოპოზიციაში. არ იქმნება, ვერ შეიქმნება არანაირი მხარდაჭერა არასდროს არ ექნება საქართველოში გარედან ძალას, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას გაატარებს. გარე ძალიდან დაფინანსებული ყველა ძალა საქართველოში ყოველთვის იქნება დამფინანსებელის, გარე დამფინანსებელის ინტერესის გამტარებელი. ეს არის 100% ოპოზიცია. პრობლემა არის იმაში, რომ საქართველოში ქართველი ადამიანის მიერ ეროვნულ ძალებთან გაიგივება ეს უკვე საფრთხის შემცვლელი. და აი გადახედი ამ ყველაფერს. ამიტომ ეროვნული პოლიტიკა მკვდარია საქართველოში. არავის არ ჭირდება ჯანსაღად ეროვნული ძალა. ძახიან ახლა ხო, მაგრამ იქნება ჩვენც დავაშავეთ რაღაცეებში, იმიტომ რომ თუ გახსოვს აი ვითომ ოპოზიციური ტელევიზია რო იყო კავკასია მაშინ, როგორ წარმოაჩენდა თუნდაც მიშა, რომელიც აი ტარჩი ფეხები ულაგია და რაღაცა ის და ეხლა ჩვენს მე რასაც ვატყობ ხა ჩვენ რიგებშიც მოდი ჩვენი მინუსებიც ვიპოვოთ, რომ რაღაცნაირად ვერ დავძარით ისეთი ჩვენში ვინ იგულისხმება, ანუ ეროვნულად მოაზროვნე ქართველი ადამიანების კი აი ჩემი და შენი თამადობით თქვათ, ასე თქვათ რა, ეხლა ბოდიში ესე კატეგორიული ვარ, მაგრამ მე რას გულისხმობ, იცი რომ ხო, აი ჩვენ ეთყობა ისე ვერ ვქენით და თუნდაც ეს პოდკასტი მაგას ემსახურება, რომ მინდა დავანახოთ, ასე თქვათ, გინდა ოცნების მომხრე იყოს, გინდა კოცის მომხრე იყოს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებიც ვიცით, ძალიან კარგადაც ვერ გქონით ბევრ რაღაცებში და არც ბევრები არ ვართ. ანუ რატომღაც ეხლა ეს ბოლო ხანები ასოცირდება ეროვნულ მოაზროვნე ადამიანები, ბებერი, რაღაცა როგორ გითხრა, ჩარჩენილი, მაგრამ
ჩვენც ეთყობა ეგ იმიჯი ვინც შეგვიკრა ეგაც ვიცი მაგრამ მაგის გამოსწორებაზეც ხო უნდა ვიზრუნოთ რომ ეგრე არ შეიძლება იმიტომ რომ სახელმწიფოებრივად თუ ვაზროვნებთ ყველამ უნდა დააფასოს ის ადამიანი ვინც სახელმწიფოებრივად აზროვნებს ხო მაგრამ ამ ყველაფერში წინააღმდეგობას გვიწევს ვინ ისევ და ისევ სახელმწიფო ხო ჩვენივე სახელმწიფო რო გონია რომ ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს თავარი მოწინააღმდეგე არის ეგ იმიტომ რომ არ აწყობს ამ ეტაპზე ყავდეს აი შუა რო გაკრიფა ბატონმა ბიძინა მე მესმის შენ დაიტოვა მე მესმის შენ რასაც ამბობ ანუ საზოგადოებამ რატო ვერ შეძლო ბოიკოტი სისტემის მიმართ აი თუ კი ყველაფერი ეხლა როგორც ერთი რიგითი მოქალაქე როგორც შენ და როგორც მე ჩვენი წილი შეიძლება მეტი შეგვეძლო გაგვიკეთებია მაგრამ ჩვენი წილი ჩვენი ბიოგრაფიის მანძილზე ეცადეთ და ვცდილობთ რომ დაგვედი მეტი რა უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანმა ერთმა მოქალაქემ რა უნდა გააკეთოს იმის მეტი როდესაც უსამართლობას ხედავს ხო ანარქისტკე ვერ მოუწოდებთ ვერავის თუ როდესაც ომი არის ომში მონაწილეობ როდესაც მშვიდობა არის და კანონის სიმახინჯეებია და როდესაც მშვიდობიანობით კარგავ დავითგარეჯს ამაზე ვიღებ ხმას და ამაზე მიჭერენ მეორე ამბავი როდესაც დიდგორობა და ეროვნული უდიდესი გამარჯვება იკარგება ამაზე ვიღებ ხმას და მიჭერენ ნუ ჩემს სამშობლოში არ მაჩერებენ მიწა იყიდება ხმას ვიღებ გადაგვარება ხდება ხმას მე რა უნდა შევძლო ერთმა რიგით მოყავარ აი მაგასთან დაკავშირებით მინდა რომ ჩაგიკითხო ეგაც ხო ნახე აგდეს საქილიკო თემათა აგდეს რომ აი არაბული ქალაქები სად ნახეთ მე კარგად ვიცი რომ განახლდა ირანულ იმის ამერიკული ომის შეჩერების შემდეგ რაც არაბეთმა ასე თქვა ამოისუნთქა შენებლობა რა ინფორმაციას ფლობ თუ შეგიძლია რომ გაგვიზიო რა ინფორმაციას ფლობ ჩემო კარგო და ეხლა გუშინაც იყვნენ ჩვენი წევრებიც იყვნენ ჩემი მეგობრებიც იყვნენ კრწანისის ტყე-პარკში რომლის გეგმაც მზადდება არა მარტო ქალაქი შენდება იქ ასევე უნივერსიტეტი შენდება ქართველებს ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ მიწებს რუსთავის ტერიტორიაზე აქეთ საპატრიარქოს ნაკრძალში ართმევენში რას გულისხმობ ყიდულობენ თუ უბრალოდ მნიშვნელობით ახლა რუსთავში იმართება აქციები რომელიც თანდათან კიდევ უფრო გამოჩნდება აი ამ კრწანისის იალღუჯის და ამის ტერიტორიაზე ხალხს გქონდა თავისი ნაკვეთები ამ ნაკვეთებს ართმევენ ეს მიწის სისტემური რეგისტრაციით შეიძლება არ იყო გატარებული ზოგიერთის და იქ უნდა აშენდეს უნივერსიტეტი, რა ვიცი, არაბული უნივერსიტეტი. ართმევენ პირდაპირ რომ არ აქვს გაფორმებული და ეს ჩვენია შენი არ არის სახელმწიფოსი. დარჩენის საპატრიარქოს ნაკრძალსა საპატრიარქოს ტბებს რო ეძახოდნენ ის კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორია ის ჯერ სახელმწიფოს გადაუფორმა საპატრიარქომ შემდეგ სახელმწიფომ გაყიდა. აი ეგ მომენტი ძალიან მიკვირს რა ედმინე და იქნება მანდ უფრო ჩაუღრმავდეთ საპატრიარქო ასე თუ ისე მაინც ჩემი გადმოსახედიდან უფრო უნდა არა ფინანსური და არა კორუმპირებული უნდა იყოს ჩემი აზრით და რა დაინტერესება ქონდა საპატრიარქოსო თავისი მიწა გადაეცა თუნდაც არაბული კომპანიისთვის ან კიდეც სახელმწიფოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ერიდება საუბრს მე ვარ ალბათ ის იშვიათი გამონაკლისი ზოგიერთებიდან განსხვავებით რომელიც პირდაპირ მომენტი და უნდა საქართველოში რასაც საპატრიარქოს სახელით კეთდება და აკეთებენ აი ჩანერგილი აგენტურა პირდაპირ ვიკაცო ეს ჯაღმაიძე შორენა სხვა დანარჩენები მაღალჩინოსანი საპატრიარქოს მაღალჩინოსნები ეს არის სიმართლე გითხრა მართლმადიდებლობის უფლის და სამშობლოს ხალხი რა დაინტერესება უნდა გქონოდა ძმაო და ელემენტარულს გეტყვი რა ინტერესი გააჩნიათ ამდენი მილიონიანი ქონებების ბიზნესების და ასე შემდეგ იქ ოფსასულიერო პირებს არაფერი უბრალოდ ეს მეტი არ ჩვეულებრივი ალბათ წილები აქვს გადანაწილებული იქ ალბათ სამშენებლო კომპანიები აქვს ის აქვს ეს აქვს ყველა regulation ხო მაგრამ ხო უნდა ბოდიში ხო უნდა აეხსნათ რომ აი საპატრიარქო დათმო ეს ტერიტორია რაღაცის არ უნდა აეხსნათ სანაცვლოდ რა შეიძლება აეხსნათ
ხალხის უბრალო ადამიანების თვალში საპატრიარქო უნდა გამოჩნდეს და უნდა ჩანდეს, რომ ეს არის საქართველოს და ქართველებზე და სამშობლოზე თავდადებული ქრისტიანობაზე მლოცველი ხალხი და ამათ მეტი არაფერი არ ევალება და ეს ცუდი არის სისტემა. უბედურება რაშია იცი? საქართველოში საპატრიარქო ეკლესიამ გვიღალატა, ანუ მაგას ეკლესიას ამ ტერმინს არ გამოვიყენებ, მაგრამ ძალიან ბევრმა სასულიერო. მოვერიდოთ, არა, იცი რა, მოვერიდოთ ხო, მაგრამ უფლის სული და ხორცი. ეს ამ გაგებით არის საქმე და ადამიანები, რომლებიც არიან იერარქები და გააჩნიათ თანამდებობები, ეს ადამიანები ბიუროკრატები არ უნდა იყვნენ. ეს ადამიანები უნდა იყვნენ უფლის მსახურებაში შესული ადამიანები, ხო? ამიტომ ამათი გაიგივება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ჯულის კანონის მიხედვით მით უმეტეს საერთოდ არაფერ შუაში არ არის. სულელი ამაზე ლაპარაკი და მე ნებისმიერს დაუსვამდი კითხვას, სად იყო ეს ხალხი უდესმე, როდესაც ქართველი ერის ინტერესები იჩაგრებოდა. რო კითხო, ამათ ილია მეორის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა. არც ილია მეორის მიმართ გონია თემოლევან დიდი სიტყვა და სიყვარული. იმიტომ რომ როდესაც ილია მეორე გამოდიოდა და ამბობდა მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს. ეს ამათ არ ესმოდა. როდესაც ილია მეორე ამბობდა რომ ისა რა ქვია LGBT კანონები, რომელიც მიიღეს ესა უკანონობის დაკანონება, ამათ ეს არ ესმოდა. არაფერი არ ესმოდა. არა, ხო პირდაპირ წინააღმდეგობაში წამოვიდა. მე ხშირად მეუბნებიან, რომ საპატრიარქოს პროცესები ნეტა მაშინ უწმინდეს თავის დროზე დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია, როცა საჭირო იყო, მაგრამ მაგ პოზიციებზე ყოველთვის დააფიქსირა. მე როდესაც მქონდა სიტყვაზე, როდესაც მეკითხებიან ყველას როლი ისტორიაში. მე ანუ აქცენტი გადავიტანე სად, იცი, რომ თუნდაც უწმინდეს რო გაეკეთებინა აი ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერი თუ არ ვიცი რა, ანუ თუნდაც სამოქალაქო ომის განეიტრალებისთვის რაღაცა გაეკეთებინა, არ გაუკეთებია, მაგრამ აი ეს უშუალოდ ამ სიტუაციებში ძალიან ხისტი პოზიცია დაიჭირა უწმინდესმა და ადამიანურად ყოველთვის მინდა ერთი რაღაცა თქვა ნებისმიერ პიროვნებას საქართველოს ისტორიაში, რომელსაც აქვს ძალაუფლება სასულიერო საერო საჭირო პრობლემები ყველას ისტორიაში აფასებს. შეეხება ილია მეორის პიროვნებას, მას დიდი როლი აქვს საქართველოს ისტორიაში ნათამაშები და მის პიროვნულ როლს ისტორია ასევე შეაფასებს. დიახ, მეც მისწვედა იმ 90-იან წლების პერიოდზე და დღემდე ვერ გამიგია და ვერც ვერასდროს ვერ გავიგებ ალბათ რა. მაგრამ მოდი ამ მომენტში გავანებოთ ჩვენ მაგას თავი და ვთქვათ დანარჩენ საკითხებთან პოლიტიკურ შევეხოთ ხო სად დაეთა დანარჩენ საკითხებთან მიმართებაში რაში გაიგონეს ამათი პატრიოტის აი ამათმა დიდი კელაპტრებით რო გარბიან გინდა ნაცი იყოს გინდა კოცი იყოს იქ სამებაში და დიდ ლოცვაში რო არიან და დიდ მორწმუნეობაში ეს კონსერვატორები რო გახდნენ კოცები სად დაინახე ამათ მიერ პატრიარქის გაგონებული სიტყვა მე არ მახსოვს ყოველთვის საპირისპირო პირიქით პატრიარქი გამოყენებული ბჭყალებში ასე ვთქვათ 2008 წელს თავად პატრიარქს მოუწია ჩასვლა რომ 2008 წელში ის ძიმი კადრები 2008 წელში სიმართლე და მე მაგაზეც რო პროპაგანდა რო აწიეს რო აი პუტინმა ალოდინა რა ეს იყო ჩასული სათხოვრად იყო ჩასული ხო პატრიარქმა შორის ბევრავაცას არ ამბობენ პატრიარქმა პუტინთან არაერთი პრობლემა მოაგვარა ამაზე საუბარი რატო არ უნდა მათ შორის დევნილების დაბრუნება გაყვანილი ჯარი უკან არ შემოიყვანა იმან მიშა მაგახსოვსე ინდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქართველების დევნილების დაბრუნების პროცესი ხო სიკეთეები უკეთებია და რა თქმა უნდა გააკეთებდა იმიტომ რომ მაგრამ აი დღევანდელი მემკვიდრეები ვინ არის? დღევანდელი მემკვიდრეები ვინ არიან? კაი ილია მეორე იცხოვრა თავისი ცხოვრება, თავისი როლი წვლილი ითამაშა საქართველოს ქართველი ერის ისტორიაში. დღეს ვინ არის? დღეს როდესაც მე
რავი დიდი იმედი მაქვს რომ მაგის მიათეც შიო იზავს არ ვიცი ახლა სიმართლე იმედია. თუ დროს მოუწია შიოს თუ დროს მოუწია პატრიარქობა მაგრამ დღეს ცუდი ისაა რომ ამ ხელა ეპოქალური პატრიარქის მერე იმას ილია მეორეს ძალიან ცუდი რა ძალიან ისეთი პერიოდები შეხვდა ასე ვთქვათ რომ ისტორიაში ნებისმიერ შემთხვევაში შევა იმიტომ ილია მეორეს მძიმე პერიოდები შეხვდა მაგრამ მაგრამ ეხლა კიდე უფრო მძიმე პერიოდი დგას ამით ეხა როგორ დაიცავს აი ძალიან მაინტერესებს თუ შევინარჩუნებთ ასე ვთქვათ თუნდაც აი რაც უკრაინაში ხდება რელიგიის მიმართ მსგავსი სიმყარე მსგავსი უпростоრეთ არეულობა თუ არ მოგვიწევს ჩვენ ძალიან რთული პერიოდი ელოდება ამ ადამიანსაც და მით უმეტეს ხო იცი მამაშვილს რომ ჩაგრავს ხოლმე თავისი ავტორიტეტით და ახლოვებით იგივე ელოდება შიოს, იმიტომ რომ დღემდე მე პირადად ჩემ პატრიარქად ხა ვერ აღვიქვა შიოს. მეორე ფაქტორი არის ლევან ჯერ ერთი თვითონ პატრიარქის როლი საქართველოს ისტორიაში და მეორე თვითონ პატრიარქის პიროვნების წარმოჩენა ქართულ საზოგადოებაში იყო ну, რა ვიცი, აბსოლუტურად მაღალი. მე მინდა ვთქვა, ხო, მან ცალკე ის ხო ანტიპი არის ცალკე იყო ხო. რელიგიური ფანატიზმის ელემენტები ჩართული იგივე მეორეთ მოსვლასთან დაკავშირებით ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ეს გარდაუვალი პროცესი იქნებოდა, რომ მოხდებოდა ილია მეორე თაში გაიყვანდა ხალხს, აფხაზეთის დაბრუნება ტერიტორიებზე, ამის ყველაფერი არ შეიძლება ასე. მაგასთან დაკავშირებით მარტო საქართველოში არ ხდება, მინდა გითხრა, რომ აი ვატიკანში არის წმინდა პეტრეს ბაზილიკა რაც არის მთავარი ისა რა ქვია, იქო აი ბოლო ორი ის არისო დარჩენილიო რა ქვია. ისი რაშია საქმე, მე სამათი იმიტომ რომ რა არის, არა, ეგეთი ლეგენდები არის ყოველთვის არის და არ დაგაგვიდეს რა, უნდა აყვე ეგეთ რაღაცებს და მე თვითონ ერთ რაღაცას მინდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ თუ მართლმადიდებლებს უწოდებთ საკუთარ თავს და თუ ეს სარწმუნოებას ეხება საკითხი, მაშინ ვალდებულები ვართ, რომ სარწმუნოების ფუნდამენტი მაინც ვიცოდოთ. დიდი ჯულის კანონი საერთოდ გამორიცხავს მსგავს რაღაცებს. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. ამას ეს დიახ ევროპიდან მოდის, ეს თავის დროზე იყო პაპიზმი ევროპაში გაბატონებული. პაპიზმი ხო, აი პაპების ის რო არისო, ხო, მაგაზე არის, ხა იქ შეგაგონია ნაკლები ისე იქ ლეგენდები და უცმაო თელი ევროპული ესე რომ ვთქვა, ომები და ბრძოლები ყოველთვის იდგა რომის პაპის ლოცვა კურთხევაზე, კაცო. და მუსულმანის მკვლელობა ცოდვათ არ ითვლებოდა და 1000 რაღაცები ხა არ მინდა მაგ საქმეს გავყვე, ხო? მაგრამ მე აქ ცოდვის გამოსყიდვა კიდე ფასიანი რო იყო და ინკვიზიცია მე ამაზე არ მაქვს საუბარი ეს საქართველოში არასდროს არ ყოფილა არც პაპიზმი არ უნდა იყოს საქართველოში არა ჩვენ საქართველოში არც პაპიზმი არ უნდა იყოს საქართველოში არ ყოფილა რასიზმი საქართველოში არ ყოფილა ფაშიზმი საქართველოში არ ყოფილა ინკვიზიცია საქართველოში არ ყოფილა არც პაპიზმი არაფერი არ ყოფილა ის რაც ევროპამ გაიარა არ ყოფილა იმიტომ რომ ქართველი კაცი სწორად იდგა მართლმადიდებლობის ქრისტიანობის გზაზე ამიტომ ამ შემოტანილმა ელემენტებმა, რომელი ელემენტებიც პერიოდულად დაჭირდა, საპატრიარქომ შეიძინა როგორც პოლიტიკური ინსტიტუციის სახე უფრო ვიდრე აი ეს რა ქვია. როგორც ასეთი ქრისტიანული ეკლესიის გადაგებულობის. ნუ ეს ცალკე თემაა გადავედი, იმიტომ რომ დღეს მე პირადად მიმაჩნია ჩვენი ერის გადასარჩენად შიო მუჯირი უნდა ვიდგეს წინ, მას უნდა მიყვებოდეს მრევლი და ვერავინ ვერ გაბედავს და უპირისპირდეს. არა მას აი არაბიზაცია იქნება. მას მართლა რა ვიცი ძალიან მინდა რომ მართლა ის ტვირთი ისე ზიდოს როგორც საჭირო არის და მე მის ადგილას აი ძალიან დავიწყუნებოდი, მაგრამ ამიტომ ბევრად მეტი მძიმე მისია აკისრია შიო მუჯირს. ვიდრე შეიძლება ილია მეორემ მიუხედავად ურთულეს პერიოდებისა გამოიყო. ილიასგან გადაიბარო ამ ხელა ტვირთი თან მით უმეტეს თანამედროვე სამყაროში, აი ძალიან რთული მისია და ჩემი აზრით
ზედმეტი კრიტიკა არ უნდა დავიწყოთ იმასთან მიმართებაში, რას იზავს, როგორ იზავს. მე ამას ვიძახი, აი სუფთა ადამიანურად რა, აი რომ ჩემი ქვეყნის სულიერი ლიდერი ახლა არის შიო. რაშია საქმე იცი ლევან, რომ კარგი იქნება, რომ კიდევ ერთხელ სულიერი ლიდერი, სულიერად უნდა ამთლიანებდეს ერს. ეს არის მისი თავარი ამოსავალი წერტილი და სულიერად გამთლიანებულ ერს წინ ვერავინ ვერ დაუდგება. გადახედეთ მოდი ირანის მაგალითი. სულიერი ლიდერი პირდაპირ შეეწირა სახელმწიფოს და ნახე როგორ გააერთიანა და როგორ გააძლიერა მისმა იმა შეერთებულ შტატებს ომი მოუპო. პირიქით, ხო? პერიოდში ჩვენი პატრიარქები, ჩვენი სასულიერო პირები მარაბდის ბრძოლაში ხარ რამდენი ეპისკოპოსი ხო ეპისკოპოსი მონაწილეობდა. ხო, ну ჩვენი ჯარი ასოცირებული იყო ყოველთვის მათ შორის ეკლესიასთან. ερμილე მინდა ერთი ბოლო კითხვა დაგიესვა და დღეს დავამთავროთ. მგონი კაი საუბარი გამოგვივიდა და კარგი შინაარსი იქნება ჩვენი პირველი პოდკასტისა და სამომავლოდ უფრო აწი თემებს ავირჩევთ და დავხვეწა კონკრეტულ თემებზე ხა პირველი რაც აი ბოლო კითხვა ქართულთა დიდ გაერთიანებაში ხა ძალიან რაღაცა ის მოხდა რა ქვია ორი ადამიანი წავიდა და რაიმე ღვევა რამე ხوار ხდება და რა სიტყოდი ამის გაერთიანება ზოგადად რა მიზნები გაგაჩნიათ და ეს საით მივდივართ მაგ მხრივ თუნდაც რომ ეგვერდზე დაგიდგეთ და მხარი დაგიჭირეთ. ლევან რაშია საქმე იცი ამ ორი ადამიანის წასვლა ბოლო დროს რეზონანსული გახდა და როგორც უხარია მავანს რომ აი და ქართველებს ერთი პირი არ აქვს რაღაც ეს უბრალოდ ამ ხალხმა გაიხარა თუ არა ჩვენთან არაფერი არ შეცვლიდა. ახლა განსაკუთრებით საჭირო არის ქართველების ერთობა. სამშობლოარი გადასარჩენი. პირადი კონფლიქტების გამო, პირადი დაპირისპირებების გამო ბევრი არ ყოფილა ეს იყო რაღაც ელემენტარულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩათვალეს ხალხმა, რომ არ ქონდა სურვილი ჩვენთან ერთად ბრძოლის და მე ამ ხალხს ვუსურვებ წარმატებას, მე ამ ხალხს ვუსურვებ, რომ ჩვენზე მეტი გააკეთონ, ჩვენზე მეტი პატრიოტები იყვნენ და ჩვენზე მეტი, რა ვიცი, სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები იყვნენ. რაც შეეხება ქართველთა დიდი გაერთიანების მიზნებს წარმოადგენდა მხოლოდ და ეროვნული პრობლემები და ჩვენთვის პირადად ამ მომენტში პირველი პრობლემა დგას საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობა. და გვინდა რომ საქართველოს მოსახლეობის ჯანსა ნაწილამ მივიტანოთ ის რომ დრო არ გამოვიდეს გარეთ და ხმა მოიგოს. თორე დემოგრაფიულად მომაკვდავი ერი რომელიც უფრო მეტად შემცირდა ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა 20% ტერიტორიული მთლიანობა შემცირდა 35%-ით მოსახლეობაა შემცირებული. ამ დროს ქვეყანაში ასახლებდეს 70,000 მდიდარ არაბს, რაც სხვა ინტერნაციონალ ადამიანს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერს გამოუტანო განაჩენი, რომ იმან უახლოეს 10-15 წელიწადში არსებობა შეწყვიტოს. ან იქცეს ტრანსნაციონალურ სახელმწიფოდ. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ტრანსნაციონალური სახელმწიფოა. აი ეს არის ჩვენი მისია და მიზანი. ჩვენ არ ვართ არც პარტია, არც რაღაცა ვართ გაერთიანება, რომელიც აერთიანებს ვისაც აქვს სურვილი იბრძოლოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. რა ვიცი, ნულიდან ვიწყებთ ყველაფერს და დაწყებული გვაქვს ყველაფერი ეს ერთი წელიწადია და რა ვიცი, ჩვენი საწევროს საშუალებით და ხალხის დახმარებით არსებობს და ახლა მესმის პარტიის ქვეყანაში სადაც 333 პარტია არის იქ ცოტა ძნელია ესეთი ფორმატის შეთავაზება მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართვა, თუმცა სხვა გზა არ აქვს. აი ეს არის. რა ვიცი, საინტერესო გამოგვივიდა იქ ვიდეო და რაღაც კიდე დრონებთან დაკავშირებით. ερμილე კიდევ
კიდევ ერთხელ არა მადლობას მოგიხდი, იმიტომ რომ ძალიან გადავაჭარებთ ხა ჩვენ დრონებზე მოდი მეორე კვირამდე დავადოთ კიდე რაღაც ინფორმაციები ჩვენს გვაქვს, გვიროვდება რაღაცები, მაგრამ თავარი ჩვენება მოგვცა უკვე ვარ ბატონო. გენერალ მარიო. მეორე კვირი გენერალ მარიო რომ და რატო გვეკაიფებიან არ ვიცი. კაი, დიდი მადლობა ერმიდა. კიდევ ერთხელ ემიგრანტ ტივის მაყურებელს მინდა გითხრათ, რომ დღეს იყო ჩვენი პირველი პოდკასტი შიგ ევროპიდან, რომელსაც უძღვებოდნენ ლევან ბალიაშვილი და ერმიდა ნემსაძე. შევხვდებით მომავალ კვირას, მომავალ პარასკევს, საღამოს 6 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. კარგით. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.